სახელითა მამისათა და ისათა და სული საწმინდისათა. თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ყოვლადსამხდელონო, დემთავარნო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე ქვეყნის და ეკლესიის ცხოვრებაში. ავტოკეფალია არის ეკლესიის დამოუკიდებლობა, რომელიც საქართველოს ეკლესიამ მოიპოვა მე-5 საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიისგან წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით და ძალის ხმევით. და ეს მოვლენა იქცა საფუძვლად და მამოძრავებლად მთელი ჩვენი ქრისტიანული კულტურის, წიგნობრობის და მსოფლმხედველობის. და აი ჩვენ დღეს გადავიხადეთ სამადლობელი პარაკლისი და ვმადლობთ უფალს ამ დიდი მადლისა და წყალობისთვის. ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია განუწყვეტლად გრძელდებოდა მე-19 საუკუნის დასაწყისამდე, როდესაც რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველის უკანონო ბრძანებით გააუქმეს ჩვენი ავტოკეფალია. კათოლიკოს პატრიარქი ანტონ მეორე გაიწვიეს საქართველოდან, რაც ფაქტობრივად გადასახლებას ნიშნავდა და საქართველოს ეკლესიის მმართველობა ჩააბარეს რუსეთიდან მოვლენილ საგანგებო პიროვნებას ეგზარქოს. აი ეს ვითარება უმძიმესი ჩვენი ეკლესიისთვის და ერისთვის 106 წელიწადს გაგრძელდა. და აი ამ პერიოდს ასე ახასიათებს წმინდა კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. მინდა წაკითხოთ ამონარიდები მისი ქადაგებიდან და წერილებიდან. დიდი რუსეთის ეკლესიის თავი ვერ მიუდგა პატარა საქართველოს ეკლესიის სხეულს. მან მოაშორა საქართველოს სულის ხელმწიფე, ჩაუკეტა ტვირთ მძიმეთა და მაშრალთა ნავთსაყუდელი და წმინდა ნინოს ეკლესია გადააქცია მართლმადიდებელი აღსარების უწყების განყოფილებად. ჩვენი ენის, ზნეჩვეულებების და წარსულის უცოდინარი სინოდის ეგზარქოსები საქართველოს ეკლესიას მართავდნენ წყალებში ბრძანებითა მისი უდიდებულესობის აითა და არას ჯულის კანონის და საქართველოს ეკლესიის კრებათა ხელმძღვანელობით. ხოლო ადგილობრივნი ეპისკოპოსნი და მღვდელნი ახალი მდგომარეობით ხელფეხ შეკრულნი ვეღარ ახერხებდნენ თავიანთი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას, მართლისა დამტკიცებას და გულარძნილისა განხდას. აი ასეთი მძიმე ვითარება გრძელდებოდა 1917 წლამდე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს წინაპრებს არ დაუკარგავთ იმედი და არ შეუწყვეტიათ ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისთვის. და მათი ეს ძალისხმევა საბოლოოდ დაგვირგვინდა წარმატებით. 1917 წელს ჩვენმა იერარქიამ, სამღვდელოებამ ისარგებლა რუსეთში 1917 წელს თებერვლის რევოლუციის მოვლენებით და იმავე წლის 12 მარტს ძველი სტილით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღვლენილი წირვის და პარაკლისის შემდეგ დამოუკიდებლობის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გამოაცხადა. ეს იყო ზეიმი და სიხარული მთელი ერისთვის. ეს იყო უდიდესი მოვლენა, რომელსაც სულ მალე მოყვა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მინდა დღეს განსაკუთრებით თქვენთან ერთად მიულოცო ეს დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ დააგვირგვინა ბრძოლა ავტოკეფალიისთვის. მისი დიდი ავტორიტეტით, დაუღალავი ძალის ხმევით 1990 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ცნო და აღიარა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული
რაც გამოიხატა საგანგებო სიგელების გადმოცემით და მაშინ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ თქვა, რომ აი ამ საბუთებს ქართველი ერი ელოდა 1500 წლის განმავლობაში. და ეს ისეთი დიდი მნიშვნელობის დოკუმენტებია, რომ ამიერიდან ვეღარავინ შეძლებს ხელყოს ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია. და დღეს მადლობა ღმერთს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად ვალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის. ამისთვის გმართებს ძვირფასო ძმებო და დებო, მუდამ გვახსოვდეს და მაგალითად დავისახოთ იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც იღწოდა და იბრძოდა ჩვენი ავტოკეფალიის აღდგენისთვის და პატივი მივაგოთ ჩვენს დიდ წინაპრებს, დიდ პატრიარქებს, კირიონს, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, რომლებიც აი ამ წმინდა ტაძარში განისვენებენ და სხვა ჩვენ დიდ პატრიარქებს, მიტროპოლიტ ანტონ გიორგაძეს და სხვა სასულიერო და საერო ჩვენს სასიქადულო პირებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე კვირა დიდ მარხვაში ეძღვნება ჯვრის თაყვანისცემას. ჯვრის ძალამ და მადლმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.